მოგესალმებით. დღეს მე გავუძღვებით ლევანდე ლექციას. მინდა დღეს ვისაუბროთ პოლიტიკური კომპასის თემაზე, რაც საკმაოდ აქტუალურია დღეს რო უყურებთ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. საზოგადოდ რა არის პოლიტიკური კომპასი და რატომ არის ეს თემა აქტუალური? პოლიტიკური კომპასი არის ერთგვარი გამოგონება, ასე ვთქვათ, მეთოდი, ინსტრუმენტი, რომელთაც ჩვენ საზღვრავთ სხვადასხვა კრიტერიუმებით სხვადასხვა ადამიანის პოლიტიკურ ორიენტაციას. და პოლიტიკური კომპასის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად განსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია, სხვათა შორის ეს არ არის ცუდი აზრი, ჩემგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ ყველამ აკრიფოთ www.politicalcompass.org. ესეთი საიტია პოლიტიკური კომპასი, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი და გაარკვიოთ თქვენი მდგომარეობა პოლიტიკურ კომპასის ველში. ხა უშუალო ტესტზე რო არ ვილაპარაკოთ ბევრი, ერთი წამით ესე ჯობია. უშუალოდ პოლიტიკური კომპასი რას გულისხმობს? მაშასე ჩვენ ხშირად ყველას გვსმენია მემარჯვენეები, მემარცხენეები, ვინ არის მემარჯვენე, ვინ არის მემარცხენე. ეხლა პატარა ჩამწრილი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ? შეგვიძლია თუ არა დღეს ჩვენ საქართველოში, აი მაგალითად ჩემთვის უკითხავთ უცხოელ კოლეგებს, უცხოელ სტუდენტებს, მთავრობა არის მემარჯვენე და ოპოზიცია მემარცხენე თუ ოპოზიცია მემარჯვენე და მთავრობა მემარცხენე. და თითქოს ერთის შეხედვით ძალიან მარტივია. ანუ იდენტიფიცირება მემარჯვენეს და მემარცხენეს ძალიან ადვილია თითქოს, მაგრამ პატარა შეკითხვა. ვინმეს თუ გააქვთ რაიმე წარმოდგენა იმის თაობაზე, ვინ არის საქართველოში მემარჯვენე და ვინ არის საქართველოში მემარცხენე? ალბათ სიტუაციას გააჩნია იყო ძალიან კარგი. სინამდვილეში მეთოდოლოგიურად ითვლება რა? მემარცხენეებად ითვლებიან ისინი, ვინც აწვევიან სოციალურ თემატიკას, ხოლო მემარჯვენეებად ითვლებიან ისინი, ვინც აწვება, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიულ კაპიტალისტურ თემატიკას, ან კიდევ უფრო კონსერვატიულ თემატიკას. და როდესაც ეს დისკურსი შემოდის, მან ჩნდება ეგეც საკითხი, რომ მარტო მემარჯვენეობა მემარცხენეობით განისაზღვრება და თავდაპირველად იყო ესეთი წრფივი შკალა იყო, სადაც უკიდურესად მარცხნივ, ყველაზე მარცხნივ იყვნენ კომუნისტები, ხოლო ყველაზე მარჯვნივ ფაშისტები. და მერე ფაშისტებიდან ცოტა უფრო ცენტრისკენ რო წამოვიდეთ, იყვნენ გაუშვათ ნაციონალისტები და რელიგიური ფუნდამენტალისტები დაუშვათ, კიდევ ცოტა უფრო მარჯვნივ იქნებოდნენ დაუშვათ ზომიერი კონსერვატორები, ხოლო თუ წამოვართ მარცხნიდან, კომუნისტების მერე უნდა ყოფილიყვნენ სოციალისტები, მარქსისტები, მაგრამ თლად კომუნისტები არა და კიდევ უფრო ცოტა ცენტრისკენ იქნებოდნენ დაუშვათ სოციალ-დემოკრატები. მაგრამ რა უყოთ იმათ, ვინც დაუშვათ არ ემხრობა არც წოდებრივ პრივილეგიებს, ან ვინც არ აყენებს ინდივიდზე უფრო მაღლა საზოგადოებას, აი ფაშიზმი, ან კონსერვატიზმი რას გულისხმობს, ხო? იდეაში კონსერვატიზმი გულისხმობს იმას, ნებისმიერი კონსერვატიული იდეოლოგია, იქნება ეს ნაციონალიზმი, იქნება ეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ყველა ეს გულისხმობს, რომ ინდივიდი, ადამიანი თავისი უფლებებით, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ალბათ მეტნაკლებად, მაგრამ საზოგადოება, სოციუმი და რაც თავარია სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანია. ეს თითქოს არის
უკიდურესი მემარჯვენეების თეზისია თითქოს. ხოლო როდესაც საუბრობთ მემარცხენეებზე, თითქოს იდეაში გულისხმობთ იმას, რომ გვინდა სოციალური თანასწორობა. მაშასე, აი აქ ჩვენ სულ მარცხნივ გვაქვს სოციალური თანასწორობა, ხოლო აი აქ სულ მარჯვნივ გვაქვს მკაფიო წოდებრივი იერარქია. თუ ჩვენ აქეთ გვაქვს სოციალური თანასწორობა, ხოლო აქეთ მკაფიო იერარქია, სოციალური იერარქია, წოდებრივი იერარქია, მაშინ რა არის შუაში? რა შეიძლება იყოს შუაში? აი ამ მემარცხენეობასა, ხო, უკიდურეს მემარცხენეები, ვთქვათ რადიკალები, ზომიერი მემარცხენეები, აქედან უკიდურეს მემარჯვენეები დაუშვათ, ფუნდამენტალისტები და ზომიერი მემარჯვენეები და კონსერვატორები დაუშვათ. აი რა არის მათ შორის? თუ აქეთ არის წოდებრივი იერარქია, ხოლო აქეთ სოციალური თანასწორობა. დემოკრატია შეიძლება კიდევ რა შეიძლება იყოს იდეა აი აქ შუაში. და ბევრი რო არ გაწვალოთ, შუაში იქნება რომ უნდა იყოს ლიბერალიზმი. და მოდით ახლა ცოტაოდენი ვთქვათ საკუთრივ ლიბერალიზმზე რა. რას გულისხმობს ლიბერალიზმი? ლიბერალიზმი გულისხმობს, რომ წოდებრივი იერარქია, სადაც ადამიანის ადგილი საზოგადოებაში წინასწარ მის დაბადებამდე არის განსაზღვრული, ან მისი დაბადებისთანავე არის განსაზღვრული, არის არასწორი. ადამიანი არ უნდა იყოს შეზღუდული რაიმე გარემოებებით, გარდა საკუთარი ნიჭისა, უნარისა და სურვილისა. ერთი. ეხლა აქეთ ნახოთ უკიდურეს მემარცხენეები საუბრობენ სოციალურ თანასწორობაზე, მაგრამ სოციალური თანასწორობა უცებ აღმოჩნდა, რომ არის წინააღმდეგობაში თავისუფლებასთან. როგორ მივახციოთ სოციალურ თანასწორობას? წარმოიდგინეთ ესეთი რამ. მე ვარ ადამიანი. მაქვს რაღაც სიმაღლე, დაუშვათ 1.70 მ, მაქვს რაღაც წონა, დაუშვათ 80 კილოგრამი. დავიბადე 50 სანტიმეტრი და 3.5 კილო. ჩემი ძმა დაიბადა 51 სანტიმეტრი და 3.600. და ეხლა არის 1.80 სიმაღლეში და არის ასევე 80 კილო. ჩვენ ერთნაირები ვართ? ანუ ჩვენ დავიბადეთ ფიზიკურად განსხვავებულები. უფრო მეტიც, ჩვენ დავიბადეთ განსხვავებული ნიჭით. ჩემი აზრით, ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, ხოლო მე უფრო განათლებული. ეხლა რა ვუყოთ ამას? ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ. უფლებები ერთნაირი გვაქვს. მე შემიძლია ვაკეთო რაც მინდა, მასაც შეუძლია აკეთოს რაც მას უნდა და აღმოჩნდა რომ მე ავირჩიე რაღაც გზა, ამ გზაზე ვიყავი საკმარისად ბეჯითი ან არასაკმარისად ბეჯითი, ხოლო ჩემმა ძმამ აირჩია თავისი გზა და იმ გზაზე იყო ჩემზე უფრო ბეჯითი მაგალითად. და მე წარმატებას მიაღწია პირობითად. როგორ მივახციოთ ჩვენ მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთს შორის სოციალურ თანასწორობას? როგორ მივახციოთ ამას? მახსენდება ქართული ზღაპარი ორ ძმაზე, რომლებსაც ესე იგი ერთ-ერთმა ძმამ შეირთო ცოლი და ურთიერთობა ოჯახში ისე უკვე ვეღარ წავიდა კარგად, იმიტომ რომ შრომა სხვანაირად ნაწილდება, მჭამელები სხვანაირად ნაწილდება. ხო, ამ ძმის ცოლი ძალი იმდენივე შრომობს, ამდენსაც ძმები თავისი შვილი თუ, მაგრამ იმდენს ვერ შრომობს. მოკლედ, გადაწყვეტეს ძმებმა რომ გაეყარდნონ ერთმანეთს. არა, ძმურად გაეყარდნენ რა. უჩქუბრად სკანდალების გარეშე ჯიგრულად ძმურად გაეყარდნენ ერთმანეთს და გაიყვეს მიწა მამაპაპეული მიწა გაიყვეს შუაზე. ხო და ორივემ თავთავისი მიწა დაამუშავა, ორივემ თავთავისი მოსავალი აიღო. ხო და ორივე დააბინავა ერთ-ერთმა ძმამ თავისი მოსავალი და გადათვალა ახლა ეს ტომრები მარცვლეული და თქვა რომ ჩემ ძმასო, ჩემს გარდაო ცოლ-შვილი ყავსო სარჩენიო. ხო და ჩუმად ღამით მოიკიდა ერთი ტომარა და წააცომსულა თავის ძმასთან და ჩუმად იმის ესე იგი საჭირნახულეში დამალა. და წამოვიდა, ეთყობა რაღაც არითმეტიკა უყვარდა ძალიან ამ ძმას და შეხედა გადათვალა ტომრები ისევ.
ხო დათვლილი ქონდა და ხო წაიღო რაღაც და დაპარია საჭირო. გადათვალა ისე და ვა, ისე იმდენივია. ეთყობა ერთი ვერ დამითვლია. კარგად თომარას მეტი მქონიაო, ასე რომ ისაც წავიღეო არ ითვლებაო და კიდე ერთი წააცუნცულა. წაუღო ჩომა წაუღო თავის მას. მოbrunდა თვალი შეხედა და არაკლია არსა თომარა. გადათვალა ისე ვისევ არაკლია. და ესე დილამდე და დილას შემოხვდა გზაზე თურმე თავის ძმა რომელიც ასევე თომარას ეძინება რომ მეო ცოლი მყავსო რომელიც მეხმარებაო შრომაშიო რაღაცაო და ჩემს მას მეტი ჯაფა აწესო და ჩუმად თავის მასთან მიაქ იმასაც თომარა. აი მოკლედ ძმები ესე სოციალურ სამართლიანობა. ვინც რამდენი არ უნდა იშრომოს ყველას ეხა აქ უკვე საინტერესო რაღაცაა. რატომღაც ჩვენ ამას გვეუბნება რომ ეს არის სოციალური სამართლიანობა. მაგრამ რამდენად არის სოციალური სამართლიანობა ის რომ ყველა ადამიანი თავისი განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული მონდომების, განსხვავებული მისწრაფებების, განსხვავებული სიბეჯითის ან შრომისუნარიანობისგან დამოუკიდებლად ერთნაირად სარგებლობს მატერიალური სიკეთეებით. ეს ერთი, ან მეორე, ვის უფრო მეტად ჭირდება დახმარება, იმას ვისაც ყავს მაგალითად მეუღლე, რომელსაც შეუძლია მას შრომაში გვერდში დაუდგეს და შვილი, რომელიც ცოტა ხანში წამოიზრდება და ასევე მხარში ამოუდგება შრომაში, მას ჭირდება დახმარება, იმიტომ რომ მეტი მჭამელი ყავს, თუ იმას ჭირდება დახმარება, ვისაც დამხმარე არ ყავს. ამ ძმებში, რომლებზეც ახლა გიამბეთ, რომელს უფრო ეკუთვნის დახმარება. მოკლედ სინამდვილეში ეს რიტორიკული შეკითხვაა თქვენთვის იფიქრეთ, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ თუ ძალიან დავინტერესდებით და დეტალებში გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ სოციალური თანასწორობა არ არის სამართლიანი. თუმცა ზოგი ამბობს, რომ ეს უფრო სამართლიანია. ვიდრე მაგალითად მოკლედ აქ სირთულე არის. მაშასე ერთხარეს ჩვენ გვაქვს ერთი უკიდურესობა, სოციალური თანასწორობა და თუ ძალიან გავყვებით ბოლომდე სოციალური თანასწორობის იდეას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი რაოდენობის კალორიები ეკუთვნის. უფრო მეტიც, ერთნაირი რაოდენობის კალორიები ეკუთვნის ერთი და იგივე პროდუქტის სახით. იმიტომ რომ შაქრიდან მიღებული კალორიები და ხორციდან მიღებული კალორიები სხვადასხვა კალორიებია. უფრო მეტიც, ზოგს შეიძლება უყვარდეს ხორცი და არ უყვარდეს კბილეული, ხოლო ზოგს შეიძლება უყვარდეს კბილეული და არ უყვარდეს ხორცი. მაგრამ დამოუკიდებლად იმისგან, ვის რა უყვარს, ყველამ უნდა მიიღოს ერთნაირი რაოდენობის ხორცი და ერთნაირი რაოდენობის შაქარი. მაგალითად მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, დაგვირიგეს სკოლაში ტალონები, იმიტომ რომ დეფიციტი იყო. და დაგვირიგეს ტალონები, ყველაზე პროგრესული ეკონომიკა ვერ ახერხებდა რომ წარმოიდგინეთ რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი, რომელიც სანამ რუსეთის იმპერია იყო, მარცვლეული ექსპორტზე გაქონდა. სანამ საბჭოთა კავშირი იყო, მარცვლეულს ყიდულობდა და როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, რუსეთს, უკრაინას და ყაზახეთს ცალსაკე ისევ ექსპორტზე გააქვს მარცვლეული. მაგრამ ეს ისე ეკონომიკის ეფექტიანობაზე რომ დავფიქრეთ ერთი წამი. მაგრამ დაუბრუნდით. იყო ნორმირებული. არ ვიცი, 2 კილო, 2 კილო ნახევარი შაქარი თვეში. სკოლაში გვირიგებდნენ ტალონებს, მე სკოლაში ვიღებდი ამ ტალონს. 600 გრამი კარაქი თვეში, 400 გრამი ყველი, 400 გრამ ყველს ვყიდულობ მაღაზიაში რომ შევდივარ ერთ ჯერზე. და სახში რომ მომაქ წყელი ლავაში თუ მოვიაყოლე, ერთიანად გიახლებით და ერთი თვის ამ ყოფილიყო საბჭოთა გოსპლანის აზრით. ერთი თუ უნდა ყოფილიყო ის 400 გრამი ყველი მათი აზრით. მოკლედ, და ითქვია რა მაგარი დრო იყო, ეგეთ кайფანი. მოკლედ, რა გამოდის? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ თანასწორობაზე, ჩვენ საფუძველშივე უარყოფთ შეიძლება ვიღაცას ეს სამართლიანი ეჩვენებოდეს, სანამ დეტალებში ჩავალთ. როცა დეტალებში ჩავალთ, აღარ იქნება სამართლიანი.
მე მაგათი არ მეგონა სამართლიანი პატარა რო ვიყავი არც მაშინ. მაგრამ ეს სინამდვილეში ნიშნავს საყოველთაო მონობასაც თანასწორობასთან ერთად. იმიტომ რომ იმისათვის რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთნაირად სოციალურად თანასწორები, უნდა გვყავდეს თავზე დგომი რაღაც ინსტიტუტი, რომელიც ყველაფერს გააკეთებინებს, ყველაფერს მათი შრომის პროდუქტს წაართმევს და მერე ყველაფერს გაუნაწილებს. შესაბამისად, არც ერთი ჩვენგანი არ არის თავისუფალი და ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ ჩვენს უპირობო და სრულ უუფლებობაში. და არანაირი გარანტია იმისა არ აქვს, რომ ის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ გვამუშავებს, ჩვენ ხარკავს და ჩვენ ლუკმას გვინაწილებს, არის სამართლიანი და თავის არაფერი მიაქვს. ან არ იყენებს ამ რესურსს, რომელსაც ის ანაწილებს, თავის საკეთებდღეოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ. ეს ორიოდე სიტყვა სოციალურ თანასწორობაზე. უკიდურესობაზე ვსაუბრობთ. მაშასე, აქეთ ჩვენ გვაქვს სოციალური თანასწორობა და სინამდვილეში უფლებობა, თუმცა შენიღბულია როგორც უფლებები, განათლების უფლება, პენსიის უფლება, დასვენების უფლება და ამავდროულად, მაგრამ არა ის რისი მოპოვება ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი შრომით, ჩვენი დამოუკიდებელი მიზანსწრაფით და ჩვენი უნარით რაღაცა გავაკეთოთ და რაღაცა გადავინახოთ. მეორე უკიდურესობა, რითაც დავიწყე, ეს არის წოდებრივი იერარქია, როდესაც ვინც სადაც დაიბადა, რომელ სოციალურ სტრატაშიც დაიბადა, იმ სოციალურ სტრატაში უნდა დარჩეს, ჩემი წინაპრები და მათი წინაპრები იყვნენ გლეხები და მეც ვიქნები გლეხი. თუ ძალიან გაბედული ვარ, გავიქცევი ქალაქში და თუ ქალაქში რომელიღაცა გილდია, რომელიღაცა ამქარი მიმიღებს, შეიძლება მაგ შემთხვევაში მე შევცვალო ჩემი ბედი. ამიტომ შუა საუკუნეების ქალაქების მოსახლეობა, რა თქმა უნდა, უფრო კაი ტიპები იყვნენ, ვიდრე შუა საუკუნეების მაგლეხობა. ქალაქი ცალკე ფენომენია, მაგრამ ეს იყო ძალიან ცოტა. მაშასე, აქეთ არის წოდებრიობა, მე არ შემიძლია წავიდე იქ სადაც მინდა, მე არ შემიძლია ვაკეთო ის რაც მინდა, იმიტომ რომ მე უნდა ვიყო იქ სადაც გავჩნდი და ვაკეთო ის რაც მევალება იმ ადგილიდან გამომდინარე, რომელშიც მე გავჩნდი. მორჩა და გათავდა. ეს შეზღუდვა მაქვს აქ. აქეთ ყველანი თანასწორები არიან სოციალურად, მაგრამ სინამდვილეში უუფლებოები. შუაში არის ლიბერალიზმი, რომელიც გულისხმობს, აქედან განსხვავებით, გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, სად შეუძლია ის იყოს წარმატებული, სად შეუძლია მას იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის, სად შეუძლია მან სადოს თავისი ბედის გამოჭედო და როგორ შეიძლება მან გამოჭედოს თავისი ბედი. ის იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და წარუმატებელი იქნება თუ წარმატებული, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ეს იქნება მისი დამსახურება და მისი პასუხისმგებლობა. ამისგან განსხვავებით, ის არ მოელის არავისგან სოციალურ დახმარებას, მაგრამ ის თვითონ თუ საჭირო ჩაქრის, ვიღაცას დაეხმარება თავისინებით და არა იმიტომ, რომ მას დააძალეს. ითვლება, რომ აი ეს არის უკვე ამ შკალაზე, ერთგანზომილებია შკალაზე, უკიდურეს მემარცხენეობასა და უკიდურეს მემარჯვენეობას შორის, კომუნიზმსა და კონსერვატიზმს შორის გაჩნდა ლიბერალიზმი. მაგრამ აქვე გაჩნდა კიდევ ერთი ნიუანსი. დამოკიდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. წეგან ჩვენს ვაუბრობდით რაზე, სულ დასაწყისში. არის ინდივიდი და არის საზოგადოება. კონსერვატორები თვლიან, რომ ინდივიდის უფლებები მნიშვნელოვანია მხოლოდ მის ადგილას და რა თქმა უნდა მხოლოდ საზოგადოების კონტექსტში. ანუ თუ საჭიროა, ესე იგი, რომ სვერპლად შევწიროთ ზურაბა და სურამის ციხეს ჩავატანოთ, დაემ სვერპლად შევწიროთ ზურაბა და სურამის ციხეს ჩავატანოთ. ზურაბა იტირებს თუ არ იტირებს, არ გვაინტერესებს. ციხეა ასაშენებელი,
მთელი თემი არის გადასარჩენი, სამეფო გადასარჩენი. ეს არის კონსერვატიზმი. მაგრამ რას ფიქრობს ამის თაობაზე სოციალიზმი? თითქოს კონსერვატიზმი და სოციალიზმი აქ დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, მაგრამ აღმოჩნდა რომ სოციალიზმიც იგივეს ამბობს. სოციალიზმი, განსაკუთრებით კომუნიზმი ამბობს, რომ თავარია კომუნა და ადამიანი ამ კომუნაში მიიღებს ყველაფერს ისევე როგორც კომუნის ყველა წევრი, მაგრამ კომუნის გარეშე ის არის ნოლი. მხოლოდ კომუნაშია ის ადამიანი. ისეთივე ადამიანი როგორც დანარჩენი კომუნის წევრები. მაგრამ არა კომუნის გარეშე. ანუ თუ არჩევანია ერთ ადამიანსა დაუშვათ ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც უნდა ხატვა და ჩიტების დაუშვათ დაჭერა. არა, მან უნდა კი არ უნდა ხატოს და ჩიტები კი არ უნდა დაიჭიროს, არამედ უნდა აკეთოს ის, რასაც კომუნა ეთქვის. მთელი კომუნა ხნავს, შენც ხნავ. მთელი კომუნა თესავს, შენც თესავ. მთელი კომუნა იმკის მოსავალს, შენც იმკი მოსავალს, ვეწავს, ქვავს, ინაწილებს და ჭამს. ერთად. იდეალური ვარიანტი არის დაუშვათ საერთო სასადილოები, სადაც ყველანი ერთად იკვებებიან. საერთო სახლი, სადაც ყველანი ერთად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ ამ ნაწილში საზოგადოების ინდივიდზე პრიმატის ნაწილში ეს ორი უკიდურესობა თურმე ძალიან გავს ერთმანეთს. და გამოვიდა რომ ეს არის არა წრფივი, ესე არამედ უფრიკი, მომრგვალებული. ანუ თუ უკიდურესად მარცხნივ გადავხდით და უკიდურესად მარჯვნივ გადავხდით, მაშინ ესენი მოდიან შეხებაში ერთმანეთთან. ანუ უკიდურესი მემარცხენეები და უკიდურესი მემარჯვენეები ერთ და იგივე კრეტინები და დეგენერატები არიან. სინამდვილეში. ანუ მათ შორის დაპირისპირება არის სინამდვილეში მოჩვენებითი დაპირისპირება და სინამდვილეში მათი წინააღმდეგობა ეს არის კოლექტიური ასე ვთქვათ კოლექტიური პინგ-პონგის თამაში დაპირისპირება ლიბერალისტთა რომელიც შუაში რომელიც ახლა საუბრობთ. მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსია. დამოკიდებულება ერთი ხო იყო კომუნა, საზოგადოება და ინდივიდი. კომუნასა და საზოგადოებას შორის ან ოფცერ კომუნა იგივე საზოგადოებასა და ინდივიდს შორის დაპირისპირებაზე ვთქვით. მაგრამ პლუს არის კიდევ ერთი ფენომენი, სახელმწიფო. სახელმწიფო შეიძლება ჩავთვალოთ როგორც საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის უმაღლესი ფორმა, ან უბრალოდ აბსტრაქტულად განზე მდგომი არბიტრი. ან პირიქით წესების მომცემი. და ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი სინამდვილეში სახელმწიფოს. პირამიდალური, ვერტიკალური, აი პუტინს რო უყვარს. ძალაუფლების ვერტიკალი, აღმასრულებელი ვერტიკალი. ანუ პირამიდა. ვიზუალურადაც განსახიერებულია როგორც პირამიდა. ხო? მწვერვალზე არის ფარაონი, ცოცხალი ღმერთი, ბრძანებელი, ხელმწიფე. მის ქვემოთ ერთი საფეხურით, მის ქვემოთ 4-ვე კუთხით არის წიგნობართო ფუცესი, რომელიც დაუშვათ ბუღალტერიას აწარმოებს. ქურუმთუ ფუცესი, რომელიც რიტუალის შესრულებას განკარგავს. ავარსარდალი, რომელიც დაუშვათ ჯარს გაუძღვება და რაღაცა სახურთუ ფუცესი, რომელიც სამუშაოებს განკარგავს. აი 4 ასე ვთქვათ თანამდებობის პირი არის 4 უფუცესი ფარაონის ქვეშ. ან 4 მინისტრი ხელმწიფის ქვეშ. როგორც ხდება? მათ შესაბამისად თავთავიანთი შტატი ყავთ. ქვემოთ და ქვემოთ და ესე პირამიდას მოყვება და ზემოთ გაცხადებული ნება უნდა განხორციელდეს ქვემოთ. ეს არის ჰორიზონტალური, ეს არის ვერტიკალური ტიპის სახელმწიფო. მაგრამ ეხლა მე მინდა რომ წარმოვიდგინოთ თქვენ პირამიდის ალტერნატივა. როგორი არის პირამიდის ალტერნატივა? პირამიდის ალტერნატივის არქიტექტურული განსახიერება არის პირობითად პართენონი. წარმოგიდგენთ პართენონი, შეიძლება მობილურში ჩასერჩოთ და ნახოთ სურათები პართენონის. ეს არის
რამდენიმე საფეხურით აწეული პლატფორმა, რომელზეც დგას ტაძარი, რომელიც შედგება სვეტებისგან და ამ სვეტებზე არის დაბრძანებული ამ ტაძრის სახურავი. პირამიდაზე მე გიამბეთ, რასაც ნიშნავს პირამიდა. რას ნიშნავს პართენონი? თუ პირამიდა არის აღმასრულებელი ვერტიკალი, თუ პირამიდა არის ხელმწიფის ძალაუფლება, რა არის პართენონი, რომელიც სვეტებზე დადგმული სახურავისგან შედგება. და გვინდა მიაქცევ ძანეთ შესაძლოა. უფრო სწორად, დიახ. ოღონდ გააჩნია დემოკრატიაში არ გულისხმობ, მაგრამ დიახ. მიაქცევთ ყურადღება. სვეტები უნდა იყოს აუცილებლად ერთი სიმაღლის, თორე სახურავს ვერ დაიჭერს. ამავე დროს სვეტები დგანან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. არ არიან ერთმანეთზე მიბმული. სვეტები ერთად არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ერთ იატაკზე დგანან და ერთი ჭერი უჭირავთ. ეს არის თანასწორი ერთი სიმაღლის და თავისუფალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მდგომი მოქალაქეების სიმბოლო. ეს არის ჰორიზონტალური სახელმწიფო. ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური. როდესაც მოქალაქეები თავად ქმნიან სახელმწიფოს. და აქ არის ძალიან ძნელი წარმოსადგენი ჩვენი ფეოდალური მონარქიული და პატრიარქალური ტომობრივი და პლუს საბჭოური წარსულიდან გამომდინარე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. უფრო მეტიც ეს წარმოდგენა უკვე დავიწყებას ეძლევა და დღეს უკვე სოფიოში არის ტენდენცია, რომ ბიუროკრატია თანდათან უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იღებს. როგორ იღებს ბიუროკრატია ძალაუფლებას? ბიუროკრატია აწესებს ახალ კანონებს, ბიუროკრატია აწესებს ახალ რეგულაციებს. ბიუროკრატია ცდილობს, რომ რაც უფრო შეიძლება მეტი რამ დაარეგულიროს და ამ რეგულირებისას თავისი შტატი, თავისი წონა, თავისი გავლენა გაზარდოს და ამდენად თავისუფალი ნების ადგილი აღარ რჩება თითქმის. და აქ არის საინტერესო რამ. თუ ჩვენ ერთ მხრივ ერთი უკიდურესობა გვაქვს სახელმწიფო და მეორე უკიდურესობა გვაქვს საზოგადოება, მაშინ ჩვენ გვაქვს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესეთი რამ, რომ აი აქეთ ჩვენ გვაქვს კონსერვატიული სახელმწიფო, მაგრამ კონსერვატორები შეიძლება გაიყვნენ. კონსერვატორების ნაწილი თვლის, რომ მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხელმწიფის ხელში. კონსერვატორებმა შეიძლება თქვან, რომ ხელმწიფე არის ჩვენი ტრადიცია და ჩვენ ისტორიულად ესე ერთ ხელმწიფეს ვემორჩილებოდით და ამიტომაც უნდა იყოს ძლევამოსილი ხელმწიფე, ძლევამოსილი სახელმწიფო სათავეში. და მან ხელმწიფემ ან სახელმწიფომ უნდა გადაწყვეტოს ყველაფერი. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გადაწყვეტოს კონსერვატიულად. ანუ აუცილებლად ესე იგი სახელმწიფო რელიგია უნდა გამოაცხადოს აუცილებლად დააწესოს ვინ სად რა უნდა აკეთოს და აუცილებლად დააწესოს ვინ სად როგორ მოიქცეს, ვის სად რა როგორ ეცვას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვეტოს სახელმწიფო. მაგრამ შეიძლება კონსერვატორები იყვნენ ფიქრობდნენ სხვანაირადაც. მე ვარ კონსერვატორი, მე მწამს ღმერთის, მე ვარ გაერთიანებული ჩემს მრევლთან ერთად ჩემი ეკლესიის ირგვლივ და მე არანაირი სახელმწიფო არ მჭირდება იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი წესჩვეულებები, ვიცხოვროს ნეობრივი, მორალური, რელიგიური ცხოვრებით და მე არ მჭირდება არანაირი სახელმწიფო, რომ მე მაკონტროლოს ჩემი ცოლი ქალიშვილია თუ არა, პირობითად ვამბობ. ან საკმარისად მორწმუნე ვარ თუ არა. ვინ უნდა მაკონტროლოს? მე საკმარისად მორწმუნე ვარ, ვიღაც ჩინოვნიკმა ინკვიზიცია უნდა მომივიდეს და სახლში შემოვიდეს და შემიმოწმოს ღორის ხორცი საკმარისად ჭამე თუ არა? ან ეხლა მე არ ვღადაობ. ესპანეთში ინკვიზიციას ჰქონდა უფლება შესულიყო ნებისმიერ სახლში და შუაგულ
სახლში უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული ეს ცნობილი ესპანური ხამონი, ღორის, შავი ღორის ბარკალი უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული და ეს ინკვიზიციის თანამშრომელი ამას გაზომავდა, გააკეთებდა ნაჭდევს, ანუ აღნიშნავდა, ჩაიწერდა ჟურნალში რა თარიღი იყო, როდის შეამოწმეს და რაღაც დროის მერე რომ შეამოწმდა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ მას შემდეგ ეს ღორი ცოტათი შეიჭამა. და როდესაც ამ ღორის ფეხს ოჯახი დაამთავრებდა, ის დამთავრებული ღორის ფეხი უნდა შეენახა, არ უნდა გადაეგდო და ახალი ღორის ფეხი უნდა ჩამოეკიდა, რომ ინკვიზიცია რომ შემოვიდოდა, ეჩვენებინა რომ არა, ჩვენ ეს არ იფიქროთ, ჩვენ ამას არ ვჭამდით. ჩვენ ის ფეხი უკვე შევჭამეთ, აი, იმ ფეხის დარჩენილი ჩილიკი და ახალი ფეხი ჩამოგიდეთ უკვე. და ინკვიზიცია დარწმუნდებოდა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან ებრაელები, ნამდვილად კეთილი კათოლიკები არიან და რეგულარულად ჭამენ ღორის ხორცს. გენაცვალე. მეორე საინტერესო რამეს გეტყვით. იყო და არა იყო რა, იყო ცნობილი პროტესტანტი. უარი ფიქრობთ, რომ მაინც კათოლიკებს ვერჩი. იყო ცნობილი, ყველას გაუგონია, ცნობილი პროტესტანტი მოაზროვნა და ფილოსოფოსი ჟან კალვინი. რეფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი. ხოდა მოკლედ ჟან კალვინმა ქადაგებებით ისე მოაწოლა შვეიცარიელებს თავი, რომ ჟენევაში აირჩიეს ჟენევის მეთაურად. და მოგეხსენება, თუ შვეიცარია კონფედერაცია იყო, შედგებოდა რამდენიმე საგრაფოსგან, ზოგიერთი და ეს საგრაფოები არჩევითი იყო და შიდა საქმეებში იყვნენ სრულიად თავის დამოუკიდებლები. მოკლედ აირჩიეს ჟან კალვინი ჟენევის თავად, ჟენევის გრაფად და იცით შვეიცარიაში საიდან მოდის ტრადიცია, რომ კარები არ იკეტება. ჩვენთან გავრცელებული მითია, რომ შვეიცარიაში ისეთი წესიერი ხალხია, მართლა წესიერია სინამდვილეში, რომ კარებს არ იკეტავენ, იმიტომ რომ ფუძნებები არ ხდება. სინამდვილეში მე-16 საუკუნეში ჟან კალვინმა დააწესა კანონი, რომ კარები არ უნდა იკეტებოდეს, იმიტომ რომ სპეციალურ ინსპექციას უნდა ქონდეს უფლება ღამით შევიდეს ნებისმიერ სახლში, რომ დარწმუნდეს, რომ ცოლ-ქმარს, ცოლ-ქმრულად, ქრისტიანულად სწორად ძინავს ერთად. არასწორად არ უნდა ეძინოს, სწორად უნდა ეძინოს. აუცილებლად. მოკლედ, ეს იმიტომ მოვყევი, რომ კონსერვატორებს შეიძლება ძალიან კონსერვატიული საზოგადოება იყოს, რომელიღაცა კომუნა უკიდურესად კონსერვატიული იყოს. პირდაპირ, აი, ამერიკელი ამიშებივით მხოლოდ რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდეს რა. რომ არის რელიგიური დოგმები, ეს ებრაელი ორთოდოქსებივით, რომლებიც მხოლოდ რელიგიური დოგმებით ცხოვრობენ და სრულიად უგულოდოყოფენ სახელმწიფოს როგორც ინსტიტუტს. და მათ არ ჭირდებათ არავითარი ჟან კალვინი, რომელიც შეამოწმებს როგორც ვანან ისინი თავის ცოლებთან და არ ჭირდებათ არავითარი ინკვიზიცია, რომელიც შეამოწმებს რას ჭამენ და რას არ ჭამენ. მათ არ ჭირდებათ სახელმწიფო როგორც მარეგულირებელი იმისა, თუ როგორ იცხოვროს მორწმუნე ქრისტიანმა ადამიანმა. ასევე შეიძლება ითქვას სხვა ტიპის კონსერვატორებიც. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ კონსერვატორების ნაწილი შეიძლება ემხრობოდეს ძალიან ძლიერ, ძალიან დიდ სახელმწიფოს, ხოლო ნაწილი შეიძლება ემხრობოდეს მინიმალისტურ სახელმწიფოს. ნაწილი შეიძლება ემხრობოდეს სახელმწიფოს, რომელიც არეგულირებს ყველაფერს, ოღონდ არეგულირებს მათ სასარგებლოდ, მათ რომ მიაჩნიათ ისე, ხო? მე არ მომწონს როგორ იქცევიან ჩემი შვილები სკოლაში და მე ვერ ვასწავლე მათ, ესე იგი, წესიად მოქცევა და ამიტომ მე მჭირდება აუცილებლად მანდატური სკოლაში, სახელმწიფო უნდა სკოლაში ასწავლოს საფრთხო ჯული. მე თუ მინდა რომ ჩემმა შვილმა იცოდეს საფრთხო ჯული, რა მიშლის მე რომ ვასწავლო ჩემ შვილს საფრთხო ჯული. რაში მჭირდება მე ამ სახელმწიფო, მაგრამ ზოგიერთ კონსერვატორს უნდა რომ სწორედ ესეთი სახელმწიფო იყოს, რომელიც ყველაფერს ასწავლის როგორც საჭიროა ისე. რომელიც ყველაფერს გააკეთებდეს, რაც საჭირო, როგორც საჭიროა ისე. მაშინ ასე, კონსერვატორების ნაწილი ემხრობა დიდ სახელმწიფოს, ნაწილი ემხრობა მინიმალურ სახელმწიფოს. ეხლა მოდი ავიღოთ მემარცხენეები. მემარცხენეების ნაწილი შეიძლება ემხრობოდეს ასევე დიდ სახელმწიფოს, რომელიც ყველაფერს დაარეგულირებდა, ყველას მოუხდა სოციალურ განასხვავებას და ნაწილი შეიძლება ემხრობოდეს მინიმალურ სახელმწიფოს, რომელსაც არ სურთ რომ ერთი წამით რომელსაც არ სურთ რომ სახელმწიფო საერთოდ რამე შეერეოდეს. ანუ უკიდურეს მემარცხენეების ნაწილი არის კომუნისტი, რომელიც ფიქრობს რომ არის ლევამოსილი სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს არეგულირებს
მაგრამ უკიდურეს მემარცხენეების ნაწილი არის ანარქისტი, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ ყველანი კომუნებში ვიცხოვრებთ, მაშინ სახელმწიფო აღარ დაგჭირდება კომუნების დონეზე გადავწყვეტ ყველაფერს. ამგვარად ჩვენ გვაქვს უკვე ორგანზომილებიანი სქემა. ერთი განზომილება ეს არის მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის, მეორე განზომილება არის დიდ სახელმწიფოსა და პატარა სახელმწიფოს შორის, მაქსიმალისტურ სახელმწიფოსა და მინიმალისტურ სახელმწიფოს შორის. და აქ იქნება 4 ველი. სინამდვილეში არის კიდევ ერთი განზომილება. და უკვე გავდივართ 8 ტიპის დაყოფაზე და აი ამის უკვე სიტყვაზე ასახვა ძალიან რთული გამოდის და ამიტომ პოლიტიკური კომპასი ირევა. ეს არის ერთი მხრივ ეკონომიკური საკითხები, ხოლო მეორე მხრივ კულტურული საკითხები. ანუ სახელმწიფო შეიძლება იყოს ან საზოგადოება შეიძლება იყოს ეკონომიკურად ძალიან თავისუფალი, ყველა შეუძლია აკეთოს ისე როგორც და რანაირადაც უნდა. რაც და როგორც უნდა. შეუძლია ყველას აკეთოს. ოღონდ რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას. ყველანაირი ეკონომიკური აქტივობის უფლება გვაქვს, მაგრამ წესჩვეულებები, რელიგიური თუ კულტურული ნორმების არ დაცვის უფლება არ გვაქვს. ყველამ უნდა ვიაროთ ერთნაირად ჩაცმულებმა და ვისაუბროთ ერთნაირად. ეს კიდევ ერთი განზომილებაა. სინამდვილეში ანალოგიურად შეგვიძლია სხვანაირად. ყველა არის შეზღუდული ეკონომიკურ აქტივობაში, მაგალითად კუბა. ერთი მხრივ კუბაზე აკრძალულია ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა, მხოლოდ სახელმწიფო არის ეკონომიკური აქტორი, მაგრამ მეორე მხრივ არის სრული, მაგალითად სექსუალური თავისუფლება ან კულტურული თავისუფლება. ყველა შეუძლია როგორც უნდა ისე ჩაიცვას, ყველა შეუძლია ვისთანაც უნდა იმასთან მოგოტრიალოს და ყველა შეუძლია როგორი მუსიკაც უნდა ისეთი მუსიკა გააწეროს, გაუკრას ან მოისმენოს. არის სხვა მოდელებიც. ნუ ვთქვათ არგენტინული მოდელი, როდესაც ეკონომიკური თავისუფლება არის მაგალითად კულტურულ ჩაკეტილობასთან ერთად. მოკლედ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის მრავალი განზომილება და ამ მრავალ განზომილებაში სინამდვილეში ყოველი განზომილება ვარიანტებს ბადებს, ახალ ვარიანტებს. და რატომ მინდა მე ახლა რომ შევაჯამო, რაზე მინდოდა დღეს მესაუბრა. სინამდვილეში თუ ჩვენ ძალიან უხეშად გავიყვანთ ზღვარს მემარჯვენეს და მემარცხენეებს შორის, კონცეპტუალურ დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მემარჯვენეები იდეაში უჭერენ მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, მხარს უჭერენ მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, მემარჯვენეები მხარს უჭერენ ნაკლებ კულტურულ თავისუფლებას და მემარჯვენეებისთვის პრიორიტეტული არის ეკონომიკური თავისუფლება და არა სოციალური თანასწორობა. ხოლო მემარცხენეებისთვის პრიორიტეტული არის სოციალური თანასწორობა და არა ეკონომიკური თავისუფლება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კულტურული თავისუფლება და არა კულტურული ერთნაირობა. ესეც ვარშავს ავავლებთ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არ განსხვავდებიან, მაგრამ არის ერთი ნიუანსი. ეს არის ძველი, კარგად ცნობილი მოდელი საზოგადოების მართვის. ეს მოდელი ცნობილი არის ძველ საბერძნეთში, ეს მოდელი ცნობილია იტალიის ქალაქ სახელმწიფოებში. ამ მოდელმა ვერ იმუშავა რაინის და ჰანზის და გერმანიის ქალაქ სახელმწიფოებში და რაში მდგომარეობს ეს მოდელი. ორივე შემთხვევაში, ძველი საბერძნეთის და იტალიის შემთხვევაში, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მოდელი, უпростоრად საშუალო კლასის თავისუფალ გადამხდელთა დემოკრატიის წინააღმდეგ ოლიგარქატის და პლებსის ალიანსი. როდესაც ოლიგარქია, რომელიც იდეაში თვითონ არის მემარჯვენე იდეების მატარებელი, რომელსაც მიაჩნია, რომ თავარია ეკონომიკური თავისუფლება, რომ მან გაჩერება მეტი ფული იშოვოს და არავის არაფერი არ გაუნაწილოს, იდეაში ეკონომიკური თვალსაზრისით მემარჯვენეა, ამავე დროს ატარებს მემარცხენე სოციალისტურ რიტორიკას, რათა მოიპოვოს აპატიეთ ქართულისთვის მდაბიო მოსახლეობის ხარდაჭერა. და გამოდის, რომ
ძველი ანტიკური დემოკრატიაც და შუა საუკუნეების დემოკრატიაც სამხრეთში, ანუ საბერძნეთში, ანტიკურ პერიოდში და იტალიაში შუა საუკუნეებში დემოკრატიები დაემხო ბევრგან სწორედ ოლიგარქიის და პლებსის, ოლიგარქიის და მდაბიოთა ალიანსის ხარჯზე. ხოლო გერმანიის ქალაქებში ეს ვერ მოხერხდა. რატომღაც მოხდა ისე, რომ გერმანიის ქალაქებში წინააღმდეგობა ბურგერებსა და პატრიციებს შორის არ გასცდა წონასწორობის ფარგლებს. ამგვარად თანამედროვე დემოკრატიას თუ კიდევ ერთხელ შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ თანამედროვე დემოკრატიაში თანდათან იკარგება ნამდვილი ლიბერალიზმი, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა თავისუფლებას და თანასწორობას, უფლებრივ თანასწორობას და არა სოციალურ თანასწორობას და ისინი, ვინც თავის თავს დღეს უწოდებენ ლიბერალებს, იხრებიან მარცხნივ და მოქალაქეთა თავისუფლებაში გულისხმობენ უპირველეს ყოვლისა კულტურულ თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ამა თუ იმ ფორმით თანდათან ზღუდავენ ეკონომიკურ თავისუფლებას, იმიტომ რომ ცდილობენ მიაღწიონ სოციალურ თანასწორობას და ამდენად ის, ვინც საკუთარ თავს დღეს ლიბერალს უძახის, უკვე თითქმის აღარ არის ლიბერალი, უკვე ძალიან მარცხნივ გადაიხარა. მეორე მხრივ ის, ვინც თავის თავს მემარჯვენეს მოიაზრებს, ვინც ეკონომიკურ თავისუფლებას გულისხმობს, ცდილობს რომ დაიქვემდებაროს სახელმწიფო, ან სახელმწიფო ცდილობს რომ დაიქვემდებაროს მსხვილი კაპიტალი და ამ კაპიტალის მეშვეობით მოისყიდოს, ან ამ ძალაუფლების მეშვეობით დაიმორჩილოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მოელის სოციალურ თანასწორობას და გამოდის რა? ის, ვინც მოითხოვს, ის, ვინც ითხოვს სოციალურ თანასწორობას, ის, ვინც ითხოვს სოციალურ გარანტიებს, ის, ვინც ითხოვს სოციალურ დაცვას, ყველაფერს, თავის უფლებებს, თავის თავისუფლებას, თავის მომავალს, თავის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ნებაყოფლობით უთმობს ოლიგარქიულ ხელისუფლებას. და ეს არის დღევანდელობის პრობლემა. თუ ეს ზოგან ეს არის ოლიგარქია, მაგრამ იქ, სადაც ფორმალური პროცედურული დემოკრატია კარგად ფუნქციონირებს, იქაც არის საფრთხე, იმიტომ რომ იგივე ფუნქციას, გამანაწილებლის ფუნქციას ასრულებს ბიუროკრატია, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლევამოსილი ხდება. ასე რომ მე მინდა დღეს თქვენ ყველას მოგიწოდოთ, რომ იყოთ ფხიზლად, არ მოეთხოვდეთ სახელმწიფოსგან ძალიან ბევრს. მე მინდა რომ ჩვენმა თაობამ, მომდევნო თაობამ, ხვალინდელმა საქართველომ იბრძოლოს არა ისეთი მთავრობისთვის, რომელიც ყველაფერს კარგად გააკეთებს მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის, არამედ ისეთი მთავრობისთვის, რომლის ძალაუფლებაც იქნება მაქსიმალურად შეზღუდული, მინიმალისტური მთავრობა, რომლის ერთადერთი ფუნქცია იქნება, რომლის ფუნქცია იქნება საზღვრების დაცვა, საერთაშორისო დონეზე დიპლომატიის წარმოება მაგალითად და შეიძლება ფინანსური ემისია, ხოლო დანარჩენი ფუნქციები, ყველა დანარჩენი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებას შეუძლია თვითონ იკისროს და თვითონ ითავოს, იქნება საზოგადოების ხელში დაბრუნებული. როდესაც ჩვენი მეზობლები, ჩვენი უბნელები სასკოლო უბნების დონეზე გავერთიანდებით და სასკოლო უბნების დონეზე გაერთიანებული მოქალაქეები, მოწაფეების, სკოლის მოსწავლეების მშობლები გაერთიანდებიან და აირჩევენ სკოლის სამეურვეო საბჭოს და ეს სკოლის სამეურვეო საბჭო დაიქირავებს კარგ დირექტორს და კარგ მასწავლებლებს. და არ ჭირდება ამას სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგალითად ვამბობ რა. მე მინდა რომ შემდგომში როდესმე შესაძლოა რეისორს იქნებ ვისაუბროთ გადამხდელთა დემოკრატიაზე და საშუალო კლასის მნიშვნელობაზე რეალური დემოკრატიისთვის. ეს გმადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა ოთარს.
საინტერესო ლექციისთვის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება და ერთად გავიმარჯვებთ